ახალხო დამცველმა რაც რად მოგცა ის არის 27 რიცხვის ჩათვლით. იმის მერე თვითონ მოვითხოვეთ არაერთხელ ჩვენ ანუ დღევანდელი მდგომარეობით 27-ის მერე 27-მდე თუ ის არის რაც მოგცეს სავალალოდ ცოტა დოკუმენტაცია და იქ საგანგებო არაფერი არ ხდება, ამაზე მერე ვისაუბრებ და აი 27-დან დღემდე რა ხდება, დღეს 31-ია, ეს არ ვიცით. და ვით უნდა ვხედავდეთ როგორია მისი მოვლა ამ თვალსაზრისით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა კვლევები ტარდება, ჯერ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ ერთხელ გაკეთებული საერთო ანალიზი 21 იანვარს. წარმოგიდგენიათ, ადამიანი შიმშილობს დღეს მე-20 დღეა. მხოლოდ ერთი საერთო ანალიზია, რაც ჩაგვაბარა სახალხო დამცველმა. სისხლის საერთო ანალიზი, მეტი არაფერი კვლევა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში 27 რიცხვის ჩათვლით. ეს ინფორმაციის დონეზე ვიცით, რომ 28-ში ჩვენ ვიყავით მზიასთან კიდევ გაუკეთეს საერთო ანალიზი, მაგრამ არ ვიცით, მაგრამ მხოლოდ საერთო ანალიზია საუბარი. ჯერჯერობით აი ამ დონეზე ვოპერირებთ, არაფერი სერიოზულ კვლევებზე, რაღაცეებზე საუბარი არ არის. ჩემი იურისტების ხედვითაც კი, სწორედ ამიტომ გჭირდება დოკუმენტები, რომ აი ეს ორივე დაკავება იყო მისი უკანონო, როგორც ადმინისტრაციული წესით პირველი დაკავება, ისე სისხლის სამართლის წესით დაკავება. ორივე დაკავება იყო უკანონო და ამაზე ვისაუბრებ დეტალურად.